მოგესალმებით, ბრუნდება EdTalk-ი ახალი ეპიზოდით. დღეს ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს სტუდიაში და განსხვავებული, ასე ვთქვათ, შემთხვევა არის, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ სერიალზე, ცვალებად ნიშნებზე. გაგაცნობთ ჩვენ სტუმრებს. ჩვენთან სტუმრად არის გიორგი თაქთაქიშვილი, ცვალებადი ნიშნების აღმასრულებელი პროდიუსერი და გაუს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი და ნინო ბინიაშვილი, ცვალებადი ნიშნების სცენარისტი. გამარჯობა. სალამი მეგობრებო. სალამი, დიდი მადლობა ინტერესისთვის და მოწვევისთვის. მადლობა მოწვევისთვის. სანამ დავიწყებთ, მინდა წარუადგინო ჩვენი პოდკასტის გენერალური სპონსორი, სახლი, რომელიც ჩაიფიქრე, დეველოპერული კომპანია მეტროპოლი და ძალიან დიდი მადლობა მეტროპოლს, რომ ეხმარება ჩვენს პოდკასტს და ეხმარება ჩვენს ინდუსტრიას, რომ ვისაუბროთ აი ამ საინტერესო თემებზე და გვყავდეს ესეთი საინტერესო სტუმრები. ზოგადად ამ პოდკასტის შექმნის იდეა და სურვილი, როცა გაჩნდა, იყო ის, რომ მინდოდა რომ შევხებოდი ძალიან ფართოდ ამ მიმართულებას, მარკეტინგს, კამპანიებს და ასე შემდეგ. ჩვენთან ძირითადად სტუმრად მოდიან ხოლმე სააგენტოები და ბრენდები და ან უშუალოდ თვითონ ბრენდები, რომლებიც ყვებიან თუ როგორ აკეთებენ რაღაც კონკრეტულ კომუნიკაციას და კამპანიას და ასე შემდეგ. და ცვალებადი ნიშნები ძალიან დიდი პოპულარობით გამოირჩევა, ხო, დღევანდელ დღეს და ძალიან საინტერესოა, რომ ვისაუბროთ ზოგადად როგორ იქმნება ეს პროდუქტი და მარკეტინგულად შევხედოთ მოკლედ ამ პროცესებს. პირველ რიგში მინდა დავიწყოთ უფრო რაღაცა ესე პერსონალური შეკითხვით ვიქნები თქვენთან, რომ მოგვიყვეთ თქვენ თავზე, თქვენ საქმიანობაზე და მე უკვე რაღაც წერტილებით შევაერთოთ თუ სად ვიკვეთები და სად ერთიანდება მე ეს ყველაფერი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და მიხარია რომ ესეთ მოკლე დროში ცვალებად ნიშნებმა ისეთი, ესე რომ ვთქვათ, кейსი დადო წარმატების, რომ ალბათ ბევრი წელი მის ინსაიტებზე ვილაპარაკებთ და გავაზიარებთ, არ დაგვენანება, გავაზიარებთ წარმატებულ кейსებს, რა გამოწვევები იყო, რით მივახციეთ წარმატებას, რა და როგორ გავაკეთეთ მოკლედ. მე პირადად წლებია კომუნიკაციაში ვარ, სხვადასხვა მიმართულებით დავიწყებ თავის დროზე საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებით, მე მარკეტინგი, დღეს აქტიურად ვარ სტრატეგიული ბრენდინგის მიმართულებით და სხვადასხვა სფეროც მოკლედ მოვიცავი, პოლიტიკაშიც კი მოვასწარი ამ მიმართულებით მუშაობა, ნუ ბიზნესში თავისთავად, განათლებაში ძალიან ბევრი წელია ვარ და ძალიან ბევრი წელია ვარ ახალგაზრდული და სტუდენტური მიმართულებით. და ესე რომ ვთქვათ, ამ პროექტში ჩემი მხრიდან, ჩემდა თავად, ჩემი კომუნიკაციების მიმართულებით არსებული ძალიან მრავალწლიანი გამოცდილება და ახალგაზრდებთან ურთიერთობა და ახალგაზრდებთან ესე რომ ვთქვათ, მუშაობის გამოცდილების რაღაცა სინერგია მოხდა და ჩემი ერთი აგური დავდე ამ პროექტში, ძალიან მინდოდა ახალგაზრდული შოუს გაკეთება, თანამონაწილეობა ახალგაზრდული შოუსი და ესეც მოხდა 2022 წლის დეკემბერში გაისმა, გაუში ზარი, ჩვენ შარშან 20 წლის გავხდით და ამ 20 წლის საიუბილეო წელთან დაკავშირებით გვინდოდა რამე განსაკუთრებული კომუნიკაცია განგვეხორციელებინა და კავია პლუსი ახალი შექმნილი იყო, სულ რაღაც სტარტაპული სულისკვეთების იყო და ჩვენ მაშინ გაუს ქონდა ცვალებად ნიშნებამდე ერთი მცდელობა, ჩვენი პირველი სერიალი ЧПС, ესეთი სერიალი იყო, ახალგაზრდული იყო, YouTube-ზე იყო, ეს იყო უფასო და ძალიან დიდი გამოხმარება ჰქონდა, ოღონდ გაცილებით პატარა მასშტაბით. ეს იყო გარკვეულად ცვალებად ნიშნების რაღაც გამოცდილება, რომელიც ექსკლუზიურად ისევ გაუს ჰქონდა და ალბათ ამან განაპირობა, რომ კავეამ ჩვენთან დარეკა და ეს სერიალი შეიძინა კავეამ და შემდეგი სეზონის გაგრძელებაც ჩვენთან გადაწყვიტა. ნუ ჩვენ რა თქმა უნდა იმდენად წარმატებული იყო ის ნაწილიც, რომ გვინდოდა გაგრძელება, თუმცა მაიკო სუხარლიძეს აქედან მოკითხვა, გენერალური პროდიუსერს ცვალებადი ნიშნების და ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტისთვის. ჩვენ შემოგთავაზა, რომ გავაგრძელებდით თუ არა შემდეგ სეზონს ამ ЧПС-ში, თუ ასევე მას ოცნებად ჰქონდა, რომ რაღაც ახალგაზრდული დამოუკიდებელი სერიალი ნულიდან დაეწყო და მეც ახალი მისული ვიყავი გაუში 2022 წლის სექტემბერში დავიწყე მარკეტინგის სამსახურის გაძღოლა და მეც მინდოდა რომ ჩემი ისტორია ანუ ნოლიდან რაღაცა დამეწყო და მეც არჩევანი ჩემ გუნდთან ერთად გავაკეთე რომ იმას თავისი წარმატება უკვე დადებული ქონდა ЧПС-ს და ცვალებადი ნიშნები, მაშინ ცვალებადი ნიშნები არ ერქვა, არ ვიცოდით რა იქნებოდა. მაშინ ძალიან პოპულარული იყო საერთაშორისო რამოდენიმე ისეთი სერიალი, რამაც ყველა რეკორდი მოხსნა ყველგან და იმის ბაზაზე გვინდოდა იმის გამოცდილებით რაღაც ახალი შოუ გავუკეთებთ, საკმაოდ დიდი მასშტაბით, კომერციული ინტერესებით, მით უმეტეს კავია პლუსზე გამოწერები ფასიანი და მთელი ამბებით და ცოტა ხანი ვიფიქრეთ და
იანვარში ახალი წლის ესე რომ ვთქვათ, საცივებისა და იმების შემდეგ დანაყრებულზე თანხმობა განვაცხადეთ, რომ გვინდოდა ამ საკმაოდ არისკო, საკმაოდ ესე რომ ვთქვათ, ისეთ ექსპერიმენტში მიგვიღო მონაწილეობა და თუ რატო იყო ეს არისკო და რატო ექსპერიმენტალური, ამას შემდეგ კითხვებში გიპასუხებთ გაუს პრიზმიდან გამომდინარე. კი ბატონო. ნინო, შენსკენ როგორ არის სანამ ამ სცენარისტობამდე მივალთ, მანამდე რა ბექგრაუნდი გაქვს, როგორ მოხდი აქ და კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. მე პრინციპში პირველი დიდი პროექტი იყო ჩემთვის ცვალებადი ნიშნები, როგორც სცენარისტი, სადაც ვიმუშავე, მანამდე ძირითადად გახმოვანების სფეროში ვმუშაობდი. ეხლა გადმოვედი მარკეტინგში, უშუალოდ და კრეატიულ სააგენტო პროექტებში ვმუშაობ. და ცვალებადი ნიშნები კიდე იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ არა მხოლოდ მე ძალიან ბევრ ახალგაზრდას და ასე ვთქვათ, ახალ ბედას გაუხსნა გზა და მისცა შესაძლებლობა, რომ რაღაცა საკუთარ თავი გამოევლინა მსახიობებს, რა ვიცი, თელ გუნდს ასე ვთქვათ, რაღაც ყოველთვის ესე სიახლე იყო და მე მეორე სეზონიდან შევუერთდი ცვალებად ნიშნებს, პირველი სეზონის სცენარისტები ბექა ადამიანშვილი და მარიამ გურგენიშვილი იყვნენ. რეკომენდაცია გამიწიეს და კი, მე მაყურებელი ვიყავი ცვალებადი ნიშნების, ძალიან აქტიური, ძალიან მომწონდა და ესე მოხდა, რომ რეკომენდაცია გამიწიეს სცენარისტად, მე კონკურსი გავიარე, რაღაც სწავლებები შევსრულე და მოვხვდი ესე ამ გაუგებრობაში. გაუგებრობაში და არაჩვეულებრივ გუნდში. და ორი სეზონი მე კი, ორი სეზონი, მეორე და მესამე სეზონი. უკვე რამდენი სეზონი არის? სამი სეზონით დავყურეთ ის თავგადასავალი, რომელიც დაიწყო, ანუ ესე რომ ვთქვათ, ის 4-ეული მთავარი გმირები, რომლებმაც ჩააბარეს გაუში და გაუს სტუდენტები გახდნენ, სიმბოლურად 4 მთავარი სკოლა, 4 მთავარი სტუდენტი, რომელიც მეგობრებად იქ, ესე რომ ვთქვათ, ჰარი პოტერის მეგობრების არ იყოს, იქ შეიქმნებიან გაუში. 3 სეზონში ასრულებენ გაუს და მესამე სეზონი საკმაოდ თვალცრემლიანად სრულდება graduation-ით და ეს ამბავი სრულდება. დანარჩენი ხვალ რას როგორ გავაგზავნებთ, ესე დაგეგმილი იყო, რომ 3 სეზონი უნდა ყოფილიყო. თუმცა მისადმი მოთხოვნიდან გამომდინარე და ბაზარზე ისევ цаრიელი ნიშნა გამომდინარე, ნახოთ, ეს არის ის კაპიტალი, რომელიც ბევრმა ადამიანმა, ბევრი შრომის ფასად და მთავარი ორმა ბრენდმა, კავია პლუსმა და გაუმ შევქმნით და არ ვიცი ხა დაბერებულ ცვალებად ნიშნებს ვაჩვენებთ 10 წლის შემდეგ თუ ფილმს გადავიღებთ თუ რას ვიზავთ, ეს უკვე ჯერჯერობით დაგვიტოვეთ ჩვენს იმას და მე ექსკლუზიურად ეთთოქს აუცილებლად წინასწარ გვაცალეთ ცოტა. თუმცა იქნება ხო გაგრძელე. ხო დაალაგდეს და მე გაგრძელება იქნება, ესე იგი რაღაცა ფაქტ ბოლომდე დასრულებული არის ხა ამ საუბრიდან გამომდინარე. ხო იცით რა მithumet პროფესიული მიმართულებით ვისაუბრებთ და ეს პოდკასტი ამით გამოირჩევა და ძალიან ეხმარება ჩვენ კოლეგებს მოკლედ ინფორმაციის გაზიარებაში და ბევრი საინტერესო მოსმენაში და იცი რომ კაპიტალისტური კომერციული ინტერესებით სავსე სამყაროში, როდესაც რაღაც რესურს შექმნის, ეს რესურსი სამუზეუმოდ ვერ გამოიდება ხოლმე. მე რა მით უმეტეს ცვალებადმა ნიშნება დამეთანხმები, რომ რაღაც მარტო თავის ნიშაში კი არა, რაღაც მთელი თანავარსკვლავედი შექმნა და რაღაცა ამბიცია კი არ გვაქვს. ფაქტს ვამბობ, რომ რაღაცა პოპ კულტურის, რაღაცა მუსიკა, ქავერები, რაღაცა მომღერლები, მუსიკოსები, ყველაფერი ბევრი მიმართულებით, ესე იგი საინსტაგრამოდ ბევრი რაღაცა გააჩინა რა და ეს ახლა ჯერ ინერციით სადღაცამდე იulis და მე რას როგორ ვიზავთ ნახოთ. მე მაინტერესებს ახლა ეგეთი კითხვა მაქვს თქვენთან. ჩვენ გვაქვს ხოლმე რაღაც კონკრეტულ კამპანიებზე როცა ვსაუბრობთ, ეს კამპანიები ყოველთვის იწყება რაღაც კონკრეტული პრობლემით. ну ან პრობლემა არის, ან რაღაცა კონკრეტული დღე არის და ასე შემდეგ. ხო, ანუ აქვს რაღაც კონკრეტული საწყისი, რომელსაც მე სააგენტოს ხარეს ეს ან ბრენდის მხრიდან ბრიფის სახით იკვრება ხოლმე და მიდის ან სააგენტოს და ასე შემდეგ, უნდა მოხსნა და მთელი პროცესი არის. მე ხა არ მქონია გამოცდილება სერიალთან მიმართებაში, ანუ არსებობს რამე პრობლემა, ესე რომ ვთქვათ, შენ ახსენე, რომ რაღაც დიდი რაღაც ოცნებასავით ქონდა და უნდოდა რომ გაეკეთებინა და ასე შემდეგ. ანუ რა იყო ის რაღაცა მთავარი ინსაიტი და წერტილი, რატომაც რატო სერიალი მაგალითად, უნივერსიტეტი ხარ, ხო? ხო, აქ რახან ვსაუბრობთ გულწრფელად და შევეცდები რომ რაღაცები არ შევფუთო, ესე რომ ვთქვათ, გაუს ქონდა წინარე გამოცდილება, როგორც თქვი, ამ პირველი ნავსი გატეხილი იყო. ანუ სერიალი და აკადემიური სივრცე რო დააკავშირო, ეგრევე პრობლემაა რა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოცდილება ქონდა, პირველი ნაბიჯი ეს დამეხმარა მე, რომ YouTube-ზე მილიონები ნახვა და ეს ძალიან მეორე ეს შემოთავაზება ყო გაცილებით სხვა მასშტაბის იყო და გაცილებით წარმოუდგენელი, იმიტომ ვამბობ, რომ ესა პირველი სტუდენტური სერიალი ამ მასშტაბით და ამ გაქანების, რომელიც თავის არშიც გულისხმობდა საკმაოდ დიდი ყურადღების მიქცევას.
ხო ის რაღაც ერთი პროექტი კი არ იქნებოდა, ეს იქნებოდა გაუს არსებობის ისტორიაში მათ შორის ყველაზე მსხვილი და ამბიციური მარკეტინგული კამპანია მისთვის. და როდესაც მით უმეტეს ჩვენ პარტნიორებთან კავე პლუსიდან იყო ეს რეფერენსები დაახლოებით რა ჟანრისო და ყოფილი და როგორ და ყოფილიყო, ცოტა საკმაოდ თამამი ხო, ბევრი მიმართულებით და მე თემებს გავშლით. ეს არ იყო რთული გადასაწყვეტი აკადემიური სივრცისთვის. არ იყო მარტივი გადასაწყვეტი, როგორც ბრენდისთვის, ვიცით როგორ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რაღაცები ძალიან სარისკოა, რაღაცების გამოცდილებას კარგად არ გვაქვს. ამიტომ ეს იყო რისკი, რომ ჩვენ თუ ესე თავისუფალ სერიალს გადავიღებდი სტუდენტური, სადაც პირდაპირ ნაჩვენები არა, კარგად ვსწავლობ და აბა გაუსრა კაი ფაკულტეტი აქვს, როგორ ასაქმებს ადამიანებს, არამედ ვაჩვენებდით ახალგაზრდების ჯენზის, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა და სცენაზე გამოვიდა და ჩემი აზრით კეჩი ძალიან სწორ დროს გავაკეთა კავე პლუსმა და გაუმრომ ესე რომ ვთქვათ სურათი შექმნა ჯენზის, მისი ინსაიტების, მისი პრობლემების, მისი დილემების, მისი ძლიერი თუ სუსტი მხარეების და ბევრი წელი რო გავა, აი ბევრი პროცესები რო გაგვახსენდება ამ წლებში, ჯენზის სახეთ ცვალებადი ნიშნები ნამდვილად დარჩება ეს მხატვრულ სახეთ, სადაც მაქსიმუმად შევეცადეთ რომ ის სინამდვილეები შეგვეტანა, მიუხედავად იმისა რომ ეს მაინც მოგონილი იყო, მაგრამ დაფუძნებული ნამდვილ ამბებზე, რაც ორგანულად განსაკუთრებით ჩვენ სეგმენტს ახალგაზრდებს და მათ შორის ჩვენ საზოგადოებას აწუხებდა. მე ვამაყობ იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავთვალეთ, რომ ეს უნდა ყოფილიყო და არის ნამდვილად იმ სეგმენტისთვის, მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის საყურებელი სერიალი, აღმოჩნდა, რომ ცოტა ფართო სეგმენტზე გავიდა, არ ვიცი ეს შეცდომა თუ ბონუსად მოყვა, მაგრამ ამით ჩვენ ესე რომ ვთქვათ, დამფუძნებლებმა თუ პროდიუსერმა ძალიან განსაკუთრებით გაუს ნაწილში ძალიან ვისარგებლეთ, იმიტომ რომ სხვა სეგმენტებით ჩაერთნენ, იმიტომ რომ იქ თემები იყო ხო, მშობლებთან რაღაც ურთიერთობის თემა ასე შემდეგ და ბევრი სხვა სეგმენტი ჩაერთო, რაც მთლიანობაში ჩვენ მიზნებს ნამეტანი სტრატეგიულად მოემსახურა გაუს მიმართ, ლოიალობა ამ მიმართულებით გაიზარდა, რაღაც სიმკვეთრები და გამოწვევები რა თქმა უნდა იყო, რაღაც სეგმენტში, მაგრამ ეგრევდა ყოფილიყო. რაღაც კითხვები გამიშვა, ამას ცოტა ხანი ესე შევინახავ ახლა და ჯერ ერთი ის მინდა დეტალი რა, რომ ძალიან საინტერესოა ზოგადად როგორ იწერება სცენარი, ჩვენ არაერთხელ ახლა ყოლი აქ კოპირაითერებიც მაგარი კურსულესი ლები გაიარა. ნამდვილად. ანუ ჩვენ ყოლი კოპირაითერებიც რომლებიც რაღაცა უშუალოდ რაღაც რეკლამაზე საუბრობენ და თუმცა სერიალი ძალიან განსხვავებული ამბავი არის, ფაქტიურად შეიძლება შენმა სცენარმა რაღაცა შეცვალოს ადამიანებში, რომლებიც ამ სერიალს უყურებენ, ხო პირობითად და გახდეს მათთვის რაღაცა მაგალითი ცხოვრების პირობითად. საინტერესოა რა გამოწვევები აქვს და ზოგადად მიმდინარეობა ტექნიკურადაც საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვსაუბრობთ ძირითადად რაც არ ჩანს და ეხლა რასაც ვხედავთ, კი ვხედავთ ყველა, მაგრამ იმის მიღმა ყოველთვის ისეთ საინტერესო პროცესებია ხოლმე. ხანდახან ეგ პროცესებია, რატომაც გვიყვარს ეს სფერო და ეს ინდუსტრია რა და კარგი იქნება თუ აი ამ რაღაცა მიღმა ამ დეტალებს გაგვიზიარებთ. კი ბატონო, ხო, თავიდან გამოწვევებს რაც შეეხება, გიორგიმ როგორც თქვა, ჯენზის სერიალი, ჯენზის რაც ეხებოდა, მგონი არ იყო მანამდე, ხო? მანამდე არ იყო რაღაც თაობები იყო, მაგრამ ხო, მასშტაბით არ იყო, ასე ვთქვათ, ამ თაობის ხმა დიდად არისმოდა და დიდი გამოწვევა იყო, იმიტომ რომ ჩვენც სცენარისტებით არ ვიყავით ამ თაობის წარმომადგენლები. მესამე სეზონში ჯენზი კონსულტანტიც კი ყავდა, სხვათა შორის სცენარის წერის კონსულტანტი კი, კარგი რეგალია არის. მარიამ ჯგუშია იყო. ხო და ამ ხრივ ძალიან დიდი გამოწვევა იყო და კიდე ერთს ვიტყვი რა მიზანი რაც იყო ამ სერიალის თავდაპირველად და აი მაიკო სიხარულიძე ახსენა გიორგიმ და სულ სერიალის სულის ჩამდგმელი ასე ვთქვათ და მეც ვუერთდები ამ იდეის ავტორი. მეც ვუერთდები ამაში რაღაცები რაც ჩვენს სამყაროში, ჩვენ ირგვლივ გარემოში რაც არ მოგწონდა, ასე ვთქვათ, გვინდოდა რომ რაღაც ალტერნატიული სამყარო გვეჩვენებინა, ასე ვთქვათ. იმ სტერეოტიპებისგან, კლიშეებისგან, რაღაც ყველაფრისგან, სიმახინჯეებისგან დაცლილი, ასე ვთქვათ, რაც საზოგადოებაში იყო მაშინ გავრცელებული და არ არის ადვილი ამოცანა და ალბათ რაღაცა ეგ იდეალურად შეიძლება ვერ გავართვით თავი, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს რაღაცა თავისუფლების იდეა იყო ამასავალი წერტილი. ყოველ შემთხვევაში და ეს გამოწვევები, როგორც ვიცი, პირველ სეზონზე მე არ ყოფილვარ, მაგრამ როგორც ვიცი, ფოკუს ჯგუფებიც ჩატარდა სტუდენტებში, გამოიკითხა რა პრობლემები
პრობლემები აწუხებდა, თქვათ, რა იყო ის რა წუხილები ჰქონდათ, რა სურდრისი შეცვლა სურდათ, ეს ყველაფერი გამოიკულიეს თავიდან სამ სცენარზე დაიწყებოდა უშუალოდ მუშაობა. და მაქსიმალურად რომ შეხებოდა ამ თაობას და არა მარტო ამ თაობას, იმიტომ რომ ჩვენც მილენიელებისთვისაც საინტერესო, იმიტომ გამოვიდა ეს სერიალი, რომ რაღაცა ისეთი თავისუფალი სამყაროს ჩვენება სადა გუნდმა, რომელსაც ჩვენც რაღაცა შევნატროდით და ჩვენც გვინდოდა, მაგალითად ის რომ ტრაუმებიც მშობლებთან ურთიერთობა ასე შემდეგ, ჩვენც რაღაცა მეც პირადად როცა ვიზრდებოდი, როცა სტუდენტი ვიყავი, ძალიან მომწონდა ეს ჩვენ რასაც უყურებდით ხოლმე ცხოვრ სერიალებში, როგორ ცხოვრობენ სტუდენტები ერთად, რაღაც დამოუკიდებლობას როგორ სწავლობენ, როგორ დგამენ პირველ ნაბიჯებს ცხოვრებაში და ეს რაღაც გაცოცხლდა ეს ხორცი შევასხით ამას რაღაცნაირად ხო მაგიტომ ალბათ გამოყვა ეს გამოხმაურება სხვადასხვა თაობაში იმიტომ რაღაცებზე მილენიელებსაც მე მახსოვს რომ ეხა შენახსენე რომ რა თქმა უნდა სცენარისტებს და პროდიუსერებს ასე ფილმშემოქმედებით გუნდს პირველ სეზონში განსაკუთრებით ფუფუნება ჰქონდა იმისა რომ ცოტა უფრო გრამატიკულად მივყოლოდით რაღაც პროცესებს და შთაგონებისთვის ისევე როგორც ყველა პროექტში საჭირო იყო რეალური кейსების განხილვა და მადლობა გაუს სტუდენტებს აქედან რომ ფოკუს ჯგუფში ძალიან მაღალი ენთუზიაზმით იღებდნენ მონაწილეობას და იქ ვეძებდით რეალურ პრობლემებს რომ მარტივი აცდენა არ მომხდარიყო და ძალიან საინტერესო ინსაიტები მოქონდა და სხვათა შორის ძალიან კურიოზული იყო ეხლა მივხვდით იმისა რომ ცხოვრობთ აქ და პირობითი დაყოფა მაინც თაობებს შორის მაგრამ რაღაცა თავისი ესეთ ვორდინგი აქვთ ხო ამის და ჩვენ რომ რეპეტიციობდით თუ რაღაც განმარტებებს რომ ეს რას ნიშნავს ეს რას ნიშნავს იმიტომ რომ ეს ციფრული სამყაროსთვის შექმნილი პროდუქტია პირველ რიგში და ციფრულ სამყაროსთვის იმიტომ რომ ნახევარზე მეც მგონი ნაწყვეტები და კონტენტი უფრო აქვს დანახი TikTok-ში ვიდრე რეალურად პლატფორმაზე ესეც კიდე შეიძლება ცალკე გამოწვევა იყოს და იქ კიდე ის კონტენტი იყო ნახვადი რომელიც გავარდნილი იყო და სცენარისტების აქტიური მონაწილეობით რაღაცა ფრაზები იყო ისეთი რაც უნდა ყოფილიყო ორგანული ალბათ რაღაც კრიტიკის ნაწილიც რაღაც ნაწილში რაღაცას რო აკეთებ რაღაცა გეშლება თავის თავად და იყო ეს კურიოზული ამბები რაღაცები ძალიან უხეშად იყო ხოლმე რა რეკლამიდან დაწყებული ფრაზიდან დამთავრებული მაგრამ გონი მთლიანობაში გვეპატიება იმიტომ რომ მთლიანობაში უფრო მეც წარმატებას მივახციეთ ვიდრე შეშლომა დავუშვით ამას რომელი უფრო ხო როდესაც არაფერს აკეთებ არ შეცდომა მოგდის და არც არაფერი არ ხდება და როდესაც დიდ რაღაცას ეჭიდები იქ შეცდომებიც მოსულა არ დავასახელებ ბრენდის რეკლამას არ გავაკეთებ შთამაგონებელი გავიკეთე. აი ამ კუთხითაც დავიხმარეთ ასე ვთქვათ ჯენზი კონსულტანტი, აი ენა თვითონ სასაუბრო ენა ჯენზი როგორ ვიმუშავეთ. კი როგორ ლაპარაკობენ ჯენზი თაობერთან. იცი რა მაინტერესებს ტერმინები და ახსენეთ ფოკუს ჯგუფი რა, ну პირველი სეზონი სანამ დაიწყებოდა რაღაც ფოკუს ჯგუფი გასაგებია, მაგრამ სერიალი ჩემი გადმოსახედიდან რომ არ ვიცი მართალი ვარ თუ არა ეს აქ გავაჟღერებ. მგონია უფრო ცოცხალი ორგანიზმი რა, იმიტომ რომ ჩემი აზრით როცა სცენარი იწერება, აი რაღაცა ამბებს ხო ითვალისწინებთ რა ამბები მოყვა მაგალითად საზოგადოებაში, ანუ აი კაცრად გაწერილია ეგ ხაზი და იმას მიყვები და არასდროს გადაუხვევთ თუ ყოფილა შემთხვევა რომ მაგალითად აი ნახეთ საზოგადოების რეაქცია უკავშირი და მე იქ აღარ ჩააჭირეთ და სადღაც შეარბილეთ და სადღაც აღარ შეარბილეთ და აი ეგ არის საინტერესო როგორ რეაგირებთ ადამიანებზე და მაყურებელზე. შეიძლება რომ მაყურებელმა შეცვალოს სცენარი, აი ეგეც საინტერესოა. სერიალის გამოცდილება, ერთ სიტყვით სერიალის გამოცდილება შეიძლება არ ქონია, მაგრამ ქვეყანაში ერთ-ერთი დიდი გამოცდილება გაქვს ამ სფეროში ყოფნის. იცი რომ ჩვეულებრივი მომენტია, რომ ეხლა არ დავიწყებთ ბრანჭოს, იცი რა რაღაც პრინციპები ქონდა და არ ვითვალისწინებდით რას და როგორ. რა თქმა უნდა ძალიან ცოცხალი პროცესია, მე იმიტომ აღვნიშნე რომ დასაწყისში ცოტა ფუფუნება ქონდა, სანამ ხალხს დავინახებოდით, რომ ცოტა გრამატიკულად გვევლოდა რაღაცა თეორიებით, რაღაც იმითი, რაღაცა განგვესაზღვრა და ცოტა უფრო რაღაც მეცნიერულად გვევლო როგორც ციგნებში წერია. მაგრამ პირველი სეზონის შემდეგ გაცილებით რთული გახდა, იმიტომ რომ იმხელა პირველი სეზონი იყო წარმოუდგენელი წარმატება და იმის შემდეგ როგორ უდაგვეარა რაღაც ეტაპზე ცოტა დამაბნეველიც იყო და რას უნდა გავყოლოდით რაღაც მოთხოვნას, რაღაც ციგნს, რაღაც გამოცდილებას, რაღაც ინტუიციას თუ ალყოს რა. თორემ ძალიან ცოცხალი პროცესია და როგორც სერიალში რადიკალურად იცვლება, ჩვენ ვიცით ბევრი სერიალი
ბევრი არა, სულ რამოდენიმე ქართულ რეალობაში და როგორც ის არის ცოცხალი და ცვალებადი, ჩვენი სერიალით სახელს ამართლებდა და შიგნითაც სერიოზული ცვალებადობა ხდებოდა. მეც ვიტყვი ამ თემაზე, აი, როგორც ადრე იყო სატელევიზიო შოუები, მხოლოდ ტელევიზორში გამოდიოდა და დიდად აი, რა ვიცი, ხალხს თუ შეხვდებოდი ქუჩაში სცენარისტი და ისე გაიგებდი ალბათ. ციფრულ სამყაროში ციფრულ სამყაროში. სერია დაიდებოდა თუ არა, ეგრევე კომენტარები და ეგრევე რაღაცა Facebook ჯგუფებში იდებოდა პოსტები, განხილვა და ასე შემდეგ და ძალიან რთულია რომ არ იმოქმედოს ამ კომენტარებმა და რაღაცა გავლენა არ მოახდინოს, ასე ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ რადგან ცოცხალი პროცესია და ეგრევე ხვდები უკავშირი ეგრევე მოდის მაყურებლისგან და ამიტომ ალბათ ეგ რაღაც ხრივ მაინც მოქმედებდა. გიორგი, ის რომ ფაქტობრივად ვინც მუშაობდით, შემოქმედებითი ჯგუფიან, მსახიობებიანი, მიანა 90% ყველა თანამშრომლიანი, ვინც ამ პროექტს ვაკეთებდით, ეს იყო პირველი ჩვენთვის ამ მასშტაბის ესეთი პროექტი. თავის ყველა მიმართულებით. და შესაბამისად ისე მოკლე დროში, აი პირველი სერია გავიდა თუ არა, მეორე 15 ივნისი იყო, თუ არ ვცდები 2023 წლის. აი 15 ივნისის კვირაშივე ისეთი საოცრება მოხდა, რომ აი ყველანი უცებ რო გაიღვიძებდა დიდი ყურადღების ცენტრში, რომ ხო ყველა მხრიდან ისეთი ყურადღების ცენტრში მოვექცეთ, რომ აი მაგას თალკი გამოწვევები ახლა თან, მსახიობების მხრიდანაც, რეაგირება, ნერვიულობა, ზოგი საერთოდ კამერის წინაც არ მდგარა ამ სერიალამდე. ზოგი საერთოდ სამსახიობო გამოცდილებაც არ ჰქონდა და ამ სერიალმა მთელი თანავარსკვლავედი შექმნა ბევრი კი და რამდენი აღმოჩენა გააკეცა სერიალმა, საოცრად ნიჭიერი ადამიანები ძალიან. ესეთი მადლობა ცვალებად ნიშნებს და ყველა მონაწილეს, რომ ესე ვთქვათ, სარეკლამო სფეროსაც ბევრი სახე და პროფესიონალი შევძინეთ, ესე რა თქმა უნდა. ის გადაიღებდნენ რეკლამებში, ხო? ხო არა, მე რა კი, აბა დაიბუსტა ეს ამბავი. ჩვენ ხუმრობდით, რომ ცვალებად ნიშნები უკვე რაღაც პერიოდში ხა შენ ადევნებ თვალს და კი და ქმნიდა ჩართული ხარ, ცვალებადი ნიშნები თითქოს აი რომ თავდებოდა სერიალი, სეზონი, ესე იგი ქუჩაში, ეკრანზე, ყველა ბრენდში, ანუ გადმოვიდნენ რეალობაში, თითქოს მინერალური პროცესების გათვალისწინებითაც, ყველგან სადაც გადავთავდით ეს ახალი სახეები და რამდენად მნიშვნელოვანია, ხო, ჩვენი სფეროსთვისაც სახეები, მათი გავლენა, მათ მიერ დატოვებული ვაიბები თუ ღირებულებები და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ბრენდებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გამზადებული ცინცხალი სახეები, რომელიც მეტნაკლებად სწორად და კარგად გამოიყენა ბევრი სახე გვეყოლება მით უკეთეს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვაწყობდა რომ სააგენტოს ტკივილს ვიტყვი, რომ ძალიან რთულია, როდესაც ამდენი რეკლამა კეთდება ხოლმე, განსაკუთრებით რაღაც პერიოდების დროს, ნახო განსხვავებული ტიპაჟები, სახეები და ყველა რეკლამაში უკვე ჩვენ თვალი რო გვაქვს მიჩვეული, ანუ ერთი და იგივე სახეები, ხო, ერთი და იგივე სახეები არიან და სულ ცდილობთ რომ რაღაცა ახალი სახე, ახალი აბა ის ვნახოთ, რომელიც რაღაცა ეს 7-ჯერ გადაღებული არ არის და ეგ ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ჩვენთვის, არა მარტო თქვენ კი ამაგს კი არ გიკარგოთ, ზოგადად კარგია რაც რომ მეტი ახალი სახე გვყოლება. მოგებული ვიყავთ გიორგი, ისინი მაინც პირველად გამოჩნდნენ როგორც გაუს სტუდენტები რა. ეს გაუს სტუდენტები იყვნენ ყველგან მოფენილები, რა წარმომტებელები იყვნენ გაუს სტუდენტები. კი სხვათა შორის მაგ მარკეტინგულ ნაწილსაც სანამ ვიტყვი, მინდა რომ ნინოსთან დავსვა უფრო აი რაღაცა პროფესიული კითხვა ამ ნაწილში, რომ აი სცენარის წერასთან დაკავშირებით, რა სირთულეები ახლავს ზოგადად ამას, რა არის განსხვავებული ხა სააგენტოში ხარ და იცი იქაური flow, იქაური რაღაცა copywriting-ი, ტექსტების აწყობა და ასე შემდეგ და აი რა სხვაობა არის უფრო რო დავანახოთ ჩვენ მაყურებელს, რას ითვალისწინებთ, მაგალითად რამე არის რომელიც რაღაცა სრულიად სხვანაირად უნდა აეწყოს პირობითად თუ გავს მაინც ასე თუ ისე იმ სტანდარტულ პროცესებს რაც სააგენტოებში ხდება ხოლმე. ჩემ სიმართლე გითხრათ, სრულიად განსხვავებული პროცესია, იმიტომ რომ სიმართლეს ნუიტყვი. კი, ეს რეკლამა და სარეკლამო ვიდეო რგოლები საერთოდ სხვა პრინციპით რაღაცა უფრო სწრაფი პროცესია, უფრო რაღაცა ცოცხალი, რაღაცა აქტიური. აი, სერიალს რაც შეეხება, არ ვიცი, მე და ბექა ადამიანშვილი ფაქტობრივად ამ სერიალის სამყაროში ვცხოვრობდით ძალიან ალბათ 2 წელი ბექასაკენ მოვიკითხავ. 2 წელი აი ვიძინებდით და ვიღვიძებდით ამ სერიალით და მართლა ესე იყო, კი, მართლა. დილიდან. ცოტა არაჩვეულებრივიც იყო. კი, და რაღაცა სრულიად მოცული ვიყავით ამ სამყაროში და
რაღაცა დილით რო ვიწყებ, არ არის ეს რაღაცა, სულ მუდმივად სცენარის წერა არის, მუდმივი გადაწერა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ბევრ ფილტრს გადიოდა ერთხელ დაწერილი სერია, ასე ვთქვათ, ბევრჯერ ვარედაქტირებდით, ბევრ რაღაცას ვცვლიდით, სულ ახალი კუთხით ვცდილობდით, რომ შეგვეხედა მე ჩვენი ნაწერისთვის და ამასავალი წერტილი ალბათ ის არის, რისი თქვა გვინდა საერთოდ რა ამ სეზონით, რას ვამბობთ საერთოდ, რისი თქვა გვინდა ამას როცა მოიფიქრებ, მერე ის მთავარი თემა, რომლის გარშემოც უნდა იტრიალოს რაღაცა ერთი მთავარი ხაზი, რაღაცა ღერძი აუცილებლად უნდა კონდეს. და ჯერ რაღაც ჩვენ სტანდარტულად ბრეინსტორმინგი მე და არა მხოლოდ მე და ბექა რეჟისორებიც ერთვებოდნენ ხოლმე, კრეატიული პროდიუსერებიც ყავდა და რაცა თავიდან გუნდური პროცესი იყო, უფრო მეტად მსჯელობა, ფიქრი, როცა ამ თემებს მოვიფიქრებდით, შემდეგ 4 მთავარი პერსონაჟი ყავდა და ამ 4 მთავარი პერსონაჟის ხაზებს ვალაგებდით სეზონის განმავლობაში, რაღაცა A წერტილიდან B წერტილს, საერთოდ იწყებს პერსონაჟი, როგორ ვითარდება, რა სწავლობს, რა გამოწვევები შეხვდება, რა დილემები მთელი სეზონის განმავლობაში და სად ამთავრებს. ეს კი ცოცხალი პროცესია და რაღაცები გზადაგზა შეიძლება და შეცვლილიყო, მაგრამ რაღაცა მაინც ვცდილობდით, რომ ეს ჩარჩო ბოლომდე შეგვენარჩუნებინა, რასაც ვიწყებთ, სად ვამთავრებთ ეს წერტილები. შემდეგ უკვე როცა ამ ხაზებს, პერსონაჟების ხაზებს გავწერდით, მერე ვიწყებდით უშუალოდ სერიების გაწერას, რაღაცა სცენებად დალაგებას, ამბების გადანაწილებას სერიებში და მერე უკვე ვიწყებდით, ვინაწილებდით ხოლმე სცენებს ცალ-ცალკე წერდით, შემდეგ ვაჯერებდით ერთმანეთში და მოკლედ ძალიან ბევრ ეტაპს გადიოდა თავარი წინაშე მგონი სცენარისტებზე მოდიოდა, იმიტომ რომ მათ სცენარს მე მარკეტინგულად ეს გაყიდვად იქნება, ეს არ იქნება, მე ამას გადავიღებთ, ვერ გადავიღებთ, ეს ძვირია, ამხელა სცენარატორი. მე ჩელენჯებდით ხოლმე მე სცენარს. კი, მათ შორის კიდე ცალკე ეტაპი პლეისმენტები და პლეისმენტების თემა კიდე ცალკე ეტაპი. არა. შორს იმიტომ ძიო. ესე იგი მაგას თუ ჩელენჯებდით, ესე იგი თქვენ ერთმანეთი არ გიყავთ. იცი რა მაინტერესებს? ბარემ აქვე ვიკითხავ, სააგენტოში copywriter-ად ხართ რა მიმართულებით? მე უფრო account და project manager-ი. ოკეი. ეხა კრეატიულ ნაწილში არ დავსვავ მაგ კითხვას, რომ რომელი უფრო გიყვარს მეთქი სერიალები თუ. იცი რა მაინტერესებს? მინდა რომ უფრო გადავიდეთ კომერციულ მხარეზე რა. ხა რეკლამის დროა. ხო, რეკლამის დრო სულ გვაქვს ჩვენ მეგობრებო მომბრძანებით. კომერციული მხარე რაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია სერიალისთვის, ხო. აი ერთი არის რომ ახსენე სტუდენტები და გაუს პოპულარიზაცია, ხო, ამ სერიალით და რაღაც ერთ თავარი KPI იყო, მაგრამ არსებობს კიდე ბევრი არხი, ნუ სერიალებში, რასაც პლეისმენტებს ეძახიან, ხო, რაღაც მილიონერი პლეისმენტი კეთდება სერიალში. ჩვენთან ნამდვილად გაკეთდა პლეისმენტი. მინდა რომ ორივეზე ვისაუბროთ. რა ორივე შევეხოთ. მაინტერესებს ნინოს მხრიდან რამდენად ბუნებრივია და რთულია აი ესე რაღაცა მოსული ბრენდი და კომპანია, რომლის პლეისმენტით რაღაც სცენარში უნდა შევიდეს, ისე რომ თან არ სამოვარდე მიმიდან ხაზიდან და ასე შემდეგ. და ნუ ჯერ ალბათ გაუდან დავიწყოთ, ყველაზე მთავარი ნაწილი ეგ არის. ესე იგი, საკმაოდ რთული კითხვა არის, იმიტომ რომ რა კონტექსტში გულისხმობ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მე უკვე აღვნიშნე, რომ მსგავსი პროექტი იყო პირველი ყველასთვის, ვინც მასში მონაწილეობას იღებდა, ძალიან რთული იყო რაღაცა გრამატიკული წესების დაცვა, მაგალითად. როდესაც სცენარი დაიწერა, რაღაცა ვადა გქონდეს, რომ სცენარი დაიწერა, თუ რამე საპლეისმენტოა, აბა პროდიუსერებმა მანამდე, ესე რომ ვთქვათ, მითხარით რა კომპანია, რომ ლოკაციიან, პლეისმენტიან ღირებული, მანამდე მოხდეს ეს მთელი გაწევ-გამოწევა ბრენდების წარმომადგენლებთან, რომ ისე დაალაგდეს სცენარი, რომ ყველაფერი ძალიან ორგანულად და ლამაზი ყველა ბედნიერი იყოს, თეორიაც, პრაქტიკაც და ასე შემდეგ. და ჩაიკეტოს სცენარი, რომ მე შესაბამისმა ჯგუფმა, რეჟისორებმა და ასე შემდეგ დაიწყონ ამის გაწერა სცენებად, სადიღებენ, როგორ იღებენ, რომ მე ხარჯაღრიცხვა შედგეს და გადავიღოთ ბოლოს და ბოლოს ეს ამბავი. ჩვენთან ეს
ვაღიარებ გულწრფელად, ეს ახალია და ყველა მის ჩეულებრივი პროცესია საქართველოში ვართ, ბევრი რამე რო პირველად კეთდება, აი სცენარისტების ზეწოლა მთავარი რაზე იყო, რომ ეს ჩაკეტვა ვერ ხდებოდა გრამატიკულ წესებთან ახლოსაც კი. როდესაც ჩვენ უკვე დათვლილი ქონდა. ან არასდროს ჩაკეტვა. ხო, თლაც ნუ ჩაგვაჭერი. ხო, ანუ ეს არ ხდებოდა და ამაზე მაინც და მაინც შენიშვნას არ მივიღებთ, იმიტომ რომ თავიდან ძალიან დიდი მადლობა ყველა პარტნიორს, ვინც ჩვენ გვეთანამშრომლა 3 სეზონში, სადღაც 63 პარტნიორი ყავდა, დიდი ან პატარი ან ყველაფრიან და ძალიან დიდი მადლობა რომ გვენდნენ, განსაკუთრებით პირველ სეზონში, როდესაც ჯერ ჰაერი იყო და არაფერი არ იყო და რაღაც იდეებში გამოყვნენ, პირველ სეზონის შემდეგ გაცილებით მარტივი იყო, იმიტომ რომ უკვე რაღაცა შთამბეჭდავი ციფრები და რაღაცა ყურადღება მივიქციეთ. და ამის გამოცდილებაც რო ნაკლები იყო და მით უმეტეს პირველი სეზონის შემდეგ რომ მოგვაწყდა კომპანიების უდიდესი ნაწილი, აი უკვე რთული იყო, ძალიან გართულდა აი ამის დალაგება ისე რომ ყველაფერი ღირსეულად, გემრიელად და კარგად ყოფილიყო რა. და ამიტომ ხანდახან ვაღიარებ რომ ეხა ჩვენი აუდიტორია უყურებს, გვითქვამს უარი კი. უარი გვითქვამს ნამდვილად მით უმეტეს იყო ამის ძალიან ხელშესახები და ცხადი რაღაცა გარემოებები, რის გამოც ეხა რაღაცებს ყველაფერს ვერ ვიტყვით საჯაროდ. მე რეკეტყუში. მაგრამ უარი ვთქვით, იმიტომ რომ ეს იმდენად ცოცხალი პროცესი იყო, რომ აქ შენ როდესაც უბრალოდ რაღაცა სერიალს კი აღარ იღებ, რაღაცა სოციალური მოძრაობას ავითხარ, რომელიც ზედმეტად მეტ ყურადღებას იპყრობს, მარტო შენ გადაწყვეტილებას ვეღარ იღებ, იქ უკვე შემოქმედებითი ჯგუფს, ესე რომ ვთქვათ, მათ შორის მონაწილე სახეებსაც რაღაცებს ეკითხები, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომელი ბრენდი ასოცირდება შენთან და აქ თვალთ ესეთი შემოქმედებითი თავისუფლება არ გაქვს და ისედაც უკვე არა თან ისედაც იმიტომ რომ ნებისმიერი პროექტი კომერციული მიზნები გავიგე მაგრამ რაღაც ღირებულებებზე დგას ეს ბრენდი და ცვალებადი ნიშნებით იმიტომ ვამაყობთ რომ ყველაფერთან ერთად კავია პლუსის და გაუს პროექტი ხო არა მარტო ცვალებადი ნიშნებით ცალკე ბრენდია რომელმაც თავის სიტყვა თქვა თავის ღირებულებები აქვს თავის პრინციპები აქვს რომელიც უკვე გაქცევს რაღაც ჩარჩოში და ესე ყველა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ და ვამაყობ რომ მაქსიმალურად ფრთხილად და ღირსეულად ვიარეთ ამ გზას შესაბამისად ეს კურიოზები იყო ნამდვილად რაღაცა მათ შორის სცენარისტებს პირიქით მადლობა რომ ღამეები აქვს გათენებული რომ ბოლოს რომ დავაცხლებოდით რომ აი ხა ესეთ შემოთავაზება კაი ბრენდია და ეგება და რაღაცა პლეისმენტი გამოვიდეს რა ეკნათ ამათაც 28-ჯერ რომ გადაწერდნენ მე TikTok-ზე ჩვენი სეგმენტი ცოტა სიყვარულით გვეხუმრებოდა 1-2 ბრენდის რეკლამაში ცოტა რაღაცები უხეშად იყო რა თქმა უნდა ეს ხა ჩვენი გამოწვევა ამ სფეროში და ცვალებად ნიშნებშიც იყო ეს მაგრამ რას ვიზავთ? ეს ბევრი სპონსორი ზოგადად ჯილდოც არის და თან სასჯელიც, იმიტომ რომ რაღაცა ორგანულად უნდა პლეისმენტი უნდა მოხდეს ორგანულად რომ ჩაჭდეს სერიალში და ალბათ ეგ არის მთავარი სირთულე რომ თან ბრენდის მესიჯებიც რაღაცა გამოაჩინოს სერიალში, მაგრამ თან არ იყოს გამაღიზიანებელი მაყურებლისთვის, რაც ხო არ არის ადვილი დავალება. თან გახსოვს რომ თან აქაც კლასიკური გამოწვევებთან გვაქვს საქმე, რომ არიან ბრენდები, რომელსაც უკვე აქვს ის პროფესიული გამოცდილება და ამბავი, რომ იციან რა უნდათ და მოქნილებიც არიან ბრენდები, რომ არ იციან რა უნდათ. ანუ მოდიან, მზადარიან, ფინანსები აქვთ, მაგრამ აი ეს ბრიფს ესე რომ ვთქვათ, თან პლეისმენტიც რაღაცა უფრო ახალია, ხო, ჩვენთან ეგეთ დიდი გამოცდილება არ ქონიათ არც ბრენდებს რაღაცა სერიალში ინტეგრაციის და პლეისმენტებიც იმ ხელა ციფრებზე იყო. ხო, აი მაგაზეც მინდა რომ თქვა, რომ ჩვენი მაყურებელი კარგად გამოყვეს. ერთ პლეისმენტი არის მაგალითად ბევრნაირი ხო პირობითად აი ზოგი ბრენდი ხარ ვამბობდი რომ ზოგი ჩამოყალიბებული მოდი ზოგი არ მოდი ჩამოყალიბებული ზოგი შეიძლება მოვიდა და თქვა რომ იცი რა არის უყურებ მომწონს და უბრალოდ მინდა რომ ჩემი ბრენდიც რაღაცნაირად დაინტეგრირდეს და გაძლევს საშუალებას რომ შენი ფიქრო როგორ ჩაუსვა მაგრამ შეიძლება მოვიდეს კომპანია და გითხრას რომ ზუსტად გითხრას რა უნდა რომელი მსახიობმა უნდა თქვას რომელი უნდა მივიდეს და ასე შემდეგ და აი ეგეთ შემთხვევებს არ ვიცი რას უგვარებდით ხოლმე მე მგონი ყველაზე ცუდი ეგ არის როცა მოდის და გეუბნება რომ რაღაცა მინდა მაგრამ არ იცი ზუსტად რა უნდა აი თქვენ გადაწყვეტეთ ჯობია რომ ჩამოყალიბებული იყოს და იცოდეს რა უნდა ოღონდ თვალ აი იყო ეგეთ შემთხვევებიც როცა სცენარის წერის მაშინ შემოდიოდნენ ხოლმე პროცესშიც მაგრამ ეგ რა თქმა უნდა სცენარისტებს უნდა მიანდონ ხოლმე ზოგადად როგორ ჩაინტეგრირდება პლეისმენტი ხო და აი ეგ რაღაცა იყო ხოლმე ცოტა
გაუგებრობები ასე ვთქვათ. მაგრამ ხო, უფრო ჯობია რომ ის მესიჯი იცოდეს, რა ასახით უნდა ინტეგრაცია ბრენდმა და მე უკვე ადვილია ხოლმე სცენებზე მორგება პერსონაჟთან დაკავშირება კონკრეტული ბრენდის, რომელს მოუხდება, რომელს არა, რა სცენას მოუხდება, ასე ვთქვათ, რა ლოკაცია, აი ასე შემდეგ. ეგეთი რაღაცები მე უკვე უფრო ადვილად ლაგდება ხოლმე, როცა ბრენდი კონკრეტული დავალებით მოდის. თან ჩვენ ხელი შეგვიწყო გიორგი იმან რომ ბოლო წლებში ესეც არ ახალია რომ განსაკუთრებით ჩვენი ბაზრისთვის ეს ციფრული სამყარო გაცილებით უფრო გაზომვადი, დათვლადი ამბავი გახდა და ვუყურებთ რომ საზოგადოება ნელ-ნელა კიდევ უფრო წარმოუდგენლად ერთვება ამ სივრცეში ზეგამ ამბობდით გონი ქვეყანაში 500-ზე მეტი პოდკასტი შეიქმნა ყველა ბრენდში უკვე ამბავი რომ იქ რაღაცა უნდა აკეთოს რა და ეს ერთ-ერთი პიონერი იყო რომელმაც ესეთი ციფრული სამყაროსთვის გააკეთა დიდი შოუ იმიტომ რომ მანამდე ამ ხელა მასშტაბის შოუ თავის ფინანსურ კომერციული ინტერესებით სატელევიზიო სივრცეში იმართებოდა და ამ ხელა შოუ ციფრულ სამყაროში ფაქტობრივად არ ყოფილა და ჩვენ ამითაც ვამაყობთ რომ ფაქტობრივად ჩვენ კომერციული ნაწილი ანუ ბრენდები კარგად ყურადღება მივაქცევინეთ რომ არა მარტო პატარა პლეისმენტები და პოდკასტი და ასე შემდეგ შენ შეგიძლია დიდი შოუ გააკეთო ციფრულ სამყაროში და არა მარტო ტრადიციულ მედიაში და ასე რომ კონკურენცია კიდევ უფრო გავზარდეთ ტრადიციულ მედიასა და ციფრულ სამყაროს შორის და გზა დავულოცეთ ახალ დიდ პროექტებს ციფრული სამყაროსთვის და შედეგების თვალსაზრისითაც უკვე ფაქტებით შეგვიძლია ბევრ ბრენდს ვესაუბრო და ბევრ ბრენდს აქვს გზა გაყვავული ამბავში რომ მას შეუძლია თავდაჯერებულად ფინანსები დახარჯოს ციფრულ სამყაროში გაზომოს და იაროს ამ კუთხით ხო ეხლა ჩვენ რაც ითქმის ეხლა საჯაროდ რაღაცები ძალიან შეიძლება ინსაიტური იყოს მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით კმაყოფილები ვართ ამ ჩადებული ინვესტიციით ყველა კუთხით ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ციფრები ძალიან შთამბეჭდავია პირველივე სეზონის შემდეგ მარტო ჩვენ აბიტურიენტებზე გათვლილი ამბავი 31%-ით გაიზარდა ესე ვთქვათ ინტერესი გაუს მოკლედ რო ხაზავენ მარჩევი ხო არჩევის 31% იმის შემდეგ ყველა წელი გვაქვს ნამდვილად გადამოწმებადია საჯარო ინფორმაცია რეკორდი ყველა ადგილი შევსებული გვაქვს რასაც გამოვაცხადეთ ავტორიზაციით მონიჭებული ამბავი პროგრამების ამბავი ყველა წელი რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს და რამოდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ რიგ პროგრამებზე კონკურსიც კი 4 პროგრამაზე თუ არ ვცდები კონკურსიც მოგვევლინა მოკლედ რა ანუ გავს მოკლედ ძალიან მე როგორ შეიძლება სადასრულება სერიალი დასრულდა ეხა იანვრის ბოლოს და ჯერ კიდე აქ ვართ და ვფიქრობთ რა უყოთ ამ რა როგორ გავაგრძელოთ ამ ხელა ამას რო დაიჭერა ეს ეხა მეორე გამოწვევა ბრენდისთვის რომ სად დაიკარგნენ სად არიან ანუ დიდი ხმაურში რო ხარ მე ეს ამბავი პრობლემაა და ამას რა მოუხერხოთ ფიქრობთ და აი საინტერესოა ციფრები ახსენე ხა შენ და ზუსტად მაგაზე მქონდა კითხვა და ფაქტურად ნუ გაეცი ერთ ნაწილს მეორე ნაწილი არის ბრენდების მხარე ანუ ის რომელსაც მოაქვს შენს სერიალში პლეისმენტი ესე რომ ვთქვათ ნუ ერთი შეიძლება ზომავდეს თავის მის KPI იყოს რაღაც awareness-ი და ის ციფრები რა ციფრებსაც დებთ სოციალურ ქსელებში თუ სიტყვაზე კონკრეტულად საიტზე სადაც უყურებენ ამ სერიალს ან მეორე თუ ყოფილა შემთხვევა მაგალითად რომელიც რაღაცა სეილებით აფასებდა თავის პლეისმენტს აი ხა შეიძლება ტიპი ბიზნესის განსხვავებული იყო მაგრამ აი თქვენი რეკომენდაცია რა იყო ხოლმე როცა ბიზნესი მოდიოდა და გეუბნებათ რომ პლეისმენტი მიდა და თქვენ ასე უგნებთ რომ შედეგად შეიძლება რომ მიგეცათ რომ სეილი ყოფილიყო მისი KPI ანუ მასეთ პრომისაც აძლევდი პირველი სეზონის შემდეგ ყველაზე ხელშესახები რახან გაუს кейსი იყო რადგან ჩვენ თავიდანვე არ ქონდა გათვლა რომ sales oriented ყოფილიყო რომ აი ხა გავაკეთეთ პროექტს და ხვალვე ამერჩიოს მეტო და გადავავსოთ ადგილებით რომ ეს არ იყო უფრო იყო ცნობადობის გაზრდა რომ ჩვენ სეგმენტში უცებ პირველი 3 ადგილი და top of mind-ში გავარდნილიყავით რა ეს იყო და ეს სეილები იმდენად მოლოდის გადააჭარბა რომ სეილებზე ძალიან მალევე აისახა და ბუნებრივად ამ ციფრებს აღარ დავმალავდით რომ რეკორდი რომ მოხსენდა და კონკურსი რომ გამოაცხადა ციფრები ორნიშნა რო არის და ძალიან შთამბეჭდავია რომ გაუს кейს უყობოდი და რიგ ბრენდებს რა თქმა უნდა ესეც აინტერესებდა მაგრამ თავიდანვე ისევე როგორც ჩვენთვის უფრო მეტად ეს awareness ცნობადობის გაზრდა იყო რომელიც ხა ცნობადობის ის რაღაც ამბავში სადღაც გადაითარგმნება იმაში სეილებში რა
ამიტომ უფრო იყო რომ ბრენდის იმიჯისთვის, რეპუტაციისთვის მათ უნდათ უკვე პირველი სეზონის შემდეგ რომ დალინკული იყვნენ ჯენზისთან. მით უმეტეს ძალიან ცოცხალი ორგანიზმია ესეთი კომუნიკაციები ხო და სერიალი განსაკუთრებით და პირველი სეზონის შემდეგ ქვეყანაშიც ცოცხლად ისეთი პროცესები განვითარდა რომ ასპარეზზე კარგად გამოვიდა ჯენზი და ჯენზი იყო ცოცხალი და უცებ ცვალებადი ნიშნები და ამ ცვალებადი ნიშნებს და როგორც პროგრესის, თავისუფლების, ევროპულობის ბევრ რამე სიმბოლოსთან ბევრ ბრენდს ვიზღახსოვდა სელი ამ ბანაკში მინდა რომ ვიყო და ეს ძალიან ცოცხლად სინერგია შედგა მიმდინარე ცოცხალი პროცესების და ჩვენი პროექტის. კი ბატონო. მე მაქვს ესეთი შეკითხვა რა. ძალიან ხშირად აი საკუთარ თავიდან გამომდინარე რასაც ვუკვირდები, აი დღევანდელ დღეს TikTok-ი და ეს ფორმატი, თვითონ ეს TikTok-ის ფორმატი, რომელსაც ვეძახით, ფილმებიც შეიძლება მაგ ფორმატში ვნახო რა. კი, არის. აი რაღაც არ ვიცი, ხანახანა ის ჩემთან შემჩნევი, რაღაცა ფარტ რაღაცა 47-ს უყურებ, რომელიღაცა ფილმის, როცა შემეძლო რომ უბრალოდ თავიდან ბოლომდე ეს ფილმი მენახა, მაგრამ არა, იმ ფორმატში ასე თქოს რომ ჩაგითხროს ხოლმე და ძალიან საინტერესოა შენი გადმოსახედი, როცა აი ამ ცვლილებას ატყობ რა, აი ფორმატულ ნაწილში, რომ რაც არ უნდა რაღაცა ერთი მთლიანი სტორი მოყვე, მაინც ამოჭრილი და რაღაც ნაწილ გვხვდება რა და ეგ თუ ქონია ეგ რაღაცა გაფიქრება თავში, რომ მოდი სტორის ისე ავაწყობ, რომ პრინციპში ერგებოდეს აი ამ კონტენტად ისე დაიჭროს, ხო, ანუ რომ მე დაიჭრება, ისეც იმუშაოს და ასეც იმუშაოს. სხვათა შორის კი, იმიტომ რომ მაინც რაღაცა ციფრული სამყაროა, TikTok-ის სამყაროა, TikTok-ის თაობაა ჯენზი და მაინც იყო ეგ, რომ აი კონკრეტული სცენა ყოფილიყო ისე აგებული, რომ როგორც დამოუკიდებელი სცენა სოციალურ ქსელებში როცა განთავსდებოდა, იქაც რაღაცა ეთქვა თავისი სათქმელი, ასე ვთქვათ. მაგრამ მხოლოდ იმიტომ არა პოპულარობის მიზნით, არა ჩვენ სერიალში სოციალური მიზნებიც ბევრი გქონდა, მაგალითად ერთ-ერთი სცენა იყო პირველ სეზონში ტაქსიში შევიწროების სცენა, კი, რომელიც ბუმ გაიგდა ღამე ის კი, და შეიძლება სერიალის არც არ ქონოდა ნანახი მაყურებელს, მაგრამ ეს სცენა რომ ნახა გავარდა, ასე ვთქვათ, ილაპარაკეს ამაზე. რაღაცა თავის მიზანს მიაღწია ამ სცენამ, რისთვისაც დაიწერა კი და იყო ბევრი ესეთი სცენა ცალკე აღებული, რომელიც პოპულარული გახდა სოციალურ ქსელებში და ამაში მგონია, რომ ცუდი არაფერი არ არის, იმიტომ რომ თუ რაღაცა მესიჯის გატარება გინდა, რაღაცის თქმა გინდა საზოგადოებისთვის, შეგიძლია რომ ეს პლატფორმებიც გამოიყენო TikTok-იც რაღაცა თუნდაც მოკლე ვიდეოთი, რაღაცა შენი სათქმელი თქვა და ამიტომ მაგ მეთოდსაც მიმართავდით და წინასწარაც ვითვალისწინებდით, რომ რა იქნებოდა ესეთი ცალკე აღებულადაც რომ ყურებადი ყოფილიყო სოციალურ ქსელებში და ამიტომ ხო ზუსტად პროცენტი არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ნახევარს ან საკმაოდ მსხვილ პროცენტს ჩვენი მაყურებლის ნანახი აქ სერიალი, აი სწორედ ამ კონკრეტით, სადაც დიაში განწყობა, ვაიბები, გზავნილები, შინაარსები გასაგებია რა და კი, პერსონაჟებიც გაიცნეს ამ ვიდეოები და მიყვებოდნენ მათ ისტორიებს მოკლე ვიდეოებით და ეგ მარტო სერიალზე არ არის, შორტების ნაწილშიც სულ ვცდილობ ხოლმე რაღაცა ის რასაც ამოჭრით არ იყოს ამოგლეჯილი, იმიტომ რომ მეორე მხარეც აქვს მაგას, შეიძლება რაღაცა მონაკვეთი ისე ამოიჭრას, რომ კონტექსტი ვერ მიხვდეს ადამიანმა, სხვა შინაარსი გამოვიდეს იმ კონკრეტული შორტიდან და იმხელა აგრესია წამოუყვეს მერე იმას, რომ აი მერე გიწევდეს ახსნა, რომ ნახე თავთლიანი ეპიზოდი და მერე მითხარი, ხო ხტები და ეხა კარგად გადავედი ზუსტად ჰეითის ნაწილზე, რომ რას ნიშნავს თქვენს სფეროში ნეგატიური უკავშირი, რაც დარწმუნებული ვარ სერიალის მხრივ ხშირად შეიძლება მოხდეს, იქ შეიძლება რაღაცა საყვარელი პერსონაჟის ცუდი ამბავი ან ცუდი პერსონაჟისგან, ყველაფერზე შეიძლება ადამიანმა რაღაცა ცუდი უკავშირი დაგიბრუნოს. აი თქვენ რას აკეთებთ, იმიტომ რომ კამპანიების მხრივ და ახლა ბრენდების მხარე რო ავიღოთ, კრიზისულ სიტუაციებს რო ვეძახით, იქ არსებობს რაღაცა კონკრეტული ქმედებები, რითაც ეს კრიზისული სიტუაცია უნდა მართო, რაღაცა რო მე შენ სახელი არ ფუჭას და ასე შემდეგ და თქვენ შემთხვევაში აი ამ რაღაცა ჰეითის ტალღებში როგორ მოძრაობდით ხოლმე?
ძალიან რთულია მაგის მართვა, როგორც თქვით, აი ყველა შეუძლია უბრალოდ შევიდე social Excel-ში და დაწეროს კომენტარი ისე, რომ პასუხისმგებლობა საერთოდ არ აიღოს მე ამ თავის კომენტარზე, ხო, რასაც უნდა იმას წერენ. აი ძალიან ხო სასიამოვნო არ არის, რა თქმა უნდა, ამის კითხვა და ამ ასეთი კომენტარების, მაგრამ იმ ნაწილში ვთქვათ, რომ რაღაცა პერსონაჟის განვითარება არ მოეწონა ვიღაცას, აქ ალბათ ვერაფერს ვერ ვიზამდით დიდად, მაგრამ იყო ხოლმე ისეთ აი ჩვენ სერიალთან დაკავშირებით ძირითადად აი რაღაცა მაგალითად ერთი სცენა იყო მეორე სეზონში ირაკლის და ქეთას სცენა გემახსოვრება სექსუალურ განათლებასაც აქტიურად ვეწევით ამ სერიალში. კი, სექსი უნდა ქონოდათ და ეს ირაკლი ეუბნება რომ აი ანალიზები თუ გაკეთებული სინამდვილეში არის ინფორმაციული სცენა რომელიც რაღაცა გეუბნება რომ უსაფრთხო სექსით უნდა დაკავდე, მაგრამ ამასაც კი აი ძალიან დიდი რაღაცა გამოხმაურება, უარყოფითი გამოხმაურება მოყვა რომ აი რაღაცა ჩვენ ვყვნით დაობას და ასე შემდეგ. რთულია ძალიან მართლა ესეც საზოგადოებაში ესეთი რაღაცა თამამი სცენების გადაღება, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენს რა ისე თქმაც გვინდოდა, მაინც იმას ვაკეთებდით მაგ შემთხვევაში, ბოლომდე რომ რაღაცა სექსუალურ განათლებას ისე ჩვენს პროფესიაში მით უმეტეს ესეთ პროდუქტს რო ვაკეთებ, რომ ღირებულებები ისე კარგად მინდა სიტყვები ხომ რაღაც იდეოლოგიზირებული ბრენდს თავის ღირებულებები აქვს, ანუ თავისი იდეოლოგია აქვს და თავისი ნებისმიერი პროდუქტი არის ამ ღირებულებების ჩარჩოში, ხო? ამერიკული უნივერსიტეტი რო ვართ, იმიტომ ვთქვით, რომ ვიზე ვაკეთებ სერიალს თავისუფალი თაობა, თავარი თემა რა უნდა იყოს? თავისუფლება, დამოუკიდებლობა, გადაწყვეტილებები და პირველივე სერიაში უჩვეულო კონტრასტული ამბავი, ხო? ჩვენთან მაინც უფრო კონსერვატორული ოჯახური გამოცდილებაა და პირველივე სერიაში თუ მეორე სერიაში თავარი გმირი, რომლის გარშემოთაც თავარი გმირები იკრიბებიან, დედას და მამას ეუბნება, რომ ჩვენ მეგობრებმა გადავწყვიტეს ჩააბარა პირველ კურსია და მეგობრებმა გადავწყვიტეს, რომ გაუსთან ახლოს გადავიდეთ დამოუკიდებლად სახლში ვიცხოვროთ და ვაჩვენეთ ის რეაქციას, რად გადადიხარ, ეგ რას ნიშნავს, რა პონჩი გადადიხარ, უკაცრავად ამ ჟარგონისთვის, რატო გადადიხარ და ანუ ჩვენ მიზანმიმართულად იმ ღირებულებებს მოვემსახურეთ, რაც სწორი გვგონია, ხო? დამოუკიდებლობა, თავისუფლება, გადაწყვეტილებები, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს პიროვნებას, ჩვენს წარმატებას და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ვაქცევდით ყურადღებას რაში, რომ თუ ჰეითია, ესე იგი ვმუშაობთ, ესე იგი ცოცხლები ვართ, ესე იგი მიზანში მოვარტყით და ვაკვირდებოდით, ჰეითი ვისგანაა? თუ მე პირობითად ლიბერალურ პროდუქტს ვაკეთებ, თუ კონსერვატორები ლანძღავენ, სწორად ვარ. ბრავო, მე საშუალება მაქვს, მეტი ასპარეზი მაქვს, რო აღარ დავწყო, რომ ალგორითმი მიჯდება და პირიქით უფრო მაგარია. მე სცენა მაქვს, რომ კონსერვატორი რო მეტყვის, რომ რა ქვია, შენ რატო ვაკეთებ ამას, მე მაქვს მეტი სცენა, იმიტომ რომ მე ესე მიმაჩნია სწორედ და შენ რა თქმა უნდა არ მიგაჩ შენთვის სწორი ეს არ იქნება. მაგრამ თუ ჩვენი სეგმენტი გაგვინაწყენდებოდა, აი აქ მნიშვნელოვანი ყურადღება იყო, რომ ჩემ სეგმენტში, ჩემს ღირებულებების მატარებულ ადამიანში რა შემეშალა ისეთი, რაც არ იყო იქ. ეს ფაქტობრივად არ ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან სწორად ვაჩვენეთ ის სურათი, რაც გვინდოდა, რომ ჯენზის იმ ნაწილს, რომელსაც ველაპარაკებოდით, სწორად გაიგო ყველა ის გზავნილი და სწორად აღეკვა ის პრობლემების იდენტიფიცირება, რაც ჩვენ გამოვწიეთ და რა თქმა უნდა, საზოგადოების უფრო კონსერვატორული ნაწილი, რომელსაც დიდი პატივისცემა, რაღაც ნაწილს პატივისცემა, არა, მათთვის ესეთი თამამი გადაწყვეტილებები, თუნდაც ის, რომ 18-19 წლის ახალგაზრდას ცალკე უნდა გადასვლა საცხოვრებლად, ესეც კი ვიღაცისთვის გარყვნა და ქართველობის ართმევა იყო. აი, რო გადავახვიოთ ცხოვრება. კითხვა კიდე. თუ შეცვლიდით რამეს? ისეთი კითხვა. ბევრ ამას შევცვლიდი. უწრფელად გითხარით. სერიალს ეხება ხო და არა ჩემს. სხვაგან დავიბადე. ჩემ და თავად მე ვიტყვი რომ იმ ხელა ფორს მაჟორში ადამიანურად იმდანაც რთული იყო, ყველა პროფესია რთულია და ყველგან ამბები, მაგრამ აი პირველ, მეორე და მესამე სეზონის შორის შუაში ცოტა დავისვენებდი, რომ კარგად გაგვიაზრებინა ის თავგზამხვევის წარმატება და უფრო დაალაგებულად და მით უმეტეს პირველ სეზონში როდესაც გამოცდილება შეუქმნით, შეგვეძლო უფრო ესე რომ თქვათ, რაღაცა პაუზის შემდეგ გავუკეთებ. მარტო ეს ყველაზე მეტად ეს მახსოვს, რომ რაღაცებში შეიძლება ვიჩქარებ ვიყოთ, იმიტომ რომ პროექტი ქვია მთლიანობაში ძალიან წარმატებული იყო, შექმნა ისტორია, მაგრამ ჩვენი სიცოცხლის ბასად თუ როგორცაა, ამიტომ ცოტა პაუზებს გავაკეთებდი როგორც მინიმუმ. სხვა თუ რამე გამახსენდება გეტყვი.
პირველმა სეზონმა როგორი ხმაურიც გამოდა, მეორეზე რაღაცა თითქოს მემოლოდინი ხო მეტი იქნება ხოლმე, როცა რაღაც პოპულარულია და რაღაცა მაყურებლის მხრიდანაც იყო რაღაცა მეტგაცრუებები ან რაღაცა კრიტიკა. და რასაც მე სვეთანხმები არ იყო რა თქმა უნდა იდეალური და ბევრებას შევცვლიდი მე თვითონაც და ეგ ყოველთვის რთულია ხოლმე წინასწარ ისედაც ვერ გათვლი მაყურებლის რეაქციას და მით უმეტეს როცა რაღაცა უკვე ჰაიპშია და უკვე წარმატებულია იმის მეორე სეზონის ძალიან რთულია ეჩვეულებრივი ადამიანური მომენტია რომ კი ახლის დაწყება უფრო ადვილია მე მგონი ვიდრე ამ წარმატების მერე ხო რა უნდა თქვა მეორეში მესამეში ისეთი რომ ახლა მესმის რატო ფიქრობთ გააგრძელოთ თუ ახალი დავიწყო, ახალი ხო არ დავიწყოთ, მაგრამ არა, ხო და აი პაუზის შემდეგ რაღაცა პაუზა რომ მოენატროს ადამიანებს და რაღაცა განსხვავებული მოვიფიქროთ, რაცა პირობითად რაც კლასიკური იდეას ვამბობ რამე ინოვაციას არა, იმიტომ რომ ესე კეთდება ხოლმე, ხო? ახალ წელს. სტრატეგიები ბანალურობა. სახალხო ფილმი გავაკეთოთ, გავუშვათ. სტრატეგიები ბანალურობაში კი ერთად. ეგრე ჩავაჭერე. ეგრე არა, მაგრამ ნახოთ. ან ისა ეგეც ბანალურია, რაც თავში ვთქვი, რომ ეს ცოტა რომ შეჭაღარო რაღაცა ცვალებადინები 10 წლის და შვილები რომ გავუში აბარებენ. ამ ორიგინალს მოვიქრო, ან დაილია ჩვენ კაცთა მოხსა საყვარო გვაქვს უთალავი ფერითაო, რაღაცა სხვა რამეს შევქმნით. კი ბატონო. მე მინდა ცოტა უფრო მოვშორდე სერიალს, ჩვენ ესე მივყვებით ხოლმე, რომ რაღაცა ცოტა უფრო ზოგად თემებზეც გადავდივართ ხოლმე და ძალიან საინტერესოა ეხა მე პოდკასტთან დაიწყო და მანამდეც გითხარი რომ გაუს ამბავი და გამოვიყენოთ ხო იმიტომ რომ ძალიან ბევრ პოდკასტში გვიხსენებია კონკრეტული პროფესიების შესწავლა მოკლევადიანი კურსების მეშვეობით რაც ძალიან ჰაიპში არის ეხა დღევანდელ დღეს და ну სანამ ეხა AI გახდებოდა ტრენდული მანამდე იყო ეს პროგრამირების კურსები და დიზაინი, კოპირაიტინგი და რა ყველა მიმართულება და იყო ესე რაღაცა ერთთვიანი, ორთვიანი, სამთვიანი კურსები და ამ კურსებმა ძალიან ბევრი ადამიანი გააჩინა ბაზარზე, თუნდაც ჩვენთან სააგენტოებშიც ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოსულა ამ კურსების შემდეგ და გვინახავს ის ხარისხი, რა ხარისხიც ყოფილა მე ამ კურსების შემდეგ. ძალიან საინტერესოა უნივერსიტეტის პოზიცია ამ ნაწილში. რას ფიქრობთ ბაზარზე რო ეს სიტუაცია არის და ეს ხდება? აი თქვენი გადმოსახედი რო გედი რას უპირისპირებთ ესეთ მოცემას, იმიტომ რომ ფაქტია რომ ტრენდული და პოპულარული პოზიციებია, რაზეც ეს პატარა კურსები კეთდება. ძალიან საინტერესო კითხვაა, პარტიოს ყველა იმ კურსმა, რომელიც საკეთებს, მაგრამ თუ არ ვისაუბრეთ, ხარისხსაც ვერ ავწევთ მეგობრებო. კითხვა არის, რომელიც ესეთი გლობალურად ჩვენ საწყალ პლანეტაზე არის ძალიან აქტუალური აკადემიურ სფეროსა და ეს მოკლევადიან კურსებს შორის, რომელზეც ფიქრობ, რომ მომდევნო 20-30 წელი აქტიური გარკვეულწილად კონკურენცია იქნება საუნივერსიტეტო გარემოსა და პატარა აკადემიების შორის. ეს კონკურენცია რაღაც კონტექსტში ეხლაც იგრძნობა და ბაზარზე გამოჩნდნენ აკადემიები, რომლის ბრენდ სტრატეგიაც მას შორის ისაა, რომ არც უნდა რომ აღარ გინდა ის და მოდი ეს გინდა. ეს რა თქმა უნდა დივერსიფიცირება ყველა ვარიანტში მოუწევს ქართულ ბაზარს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კონსერვატორული წარსული გვაქვს და რაღაცა ყველა უნივერსიტეტში უნდა ჩააბაროს და ასე შემდეგ და დამატებითი შესაძლებლობები განათლების მიღების არ იყო. ეხლა თუ ჩვენ ჩვეულებრივ განვითარების ტენდენციას შევატყობთ, ისედაც უნივერსიტეტის მიღმა პროფესიული სასწავლებლები განვითარდა და სხვა აკადემიები გაჩნდა და ისედაც ეს ძალიან ოკეი, ამას ვერ უარყოფთ, რომ უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო მიმართულებები არის ესეთი კლასიკური მიმართულებები, რომლებიც ყოველთვის იქნება ჩემი აზრით სამდესამის აიარსების ალბათ, რაც უნივერსიტეტში უნდა მიიღო, იმიტომ რომ უნივერსიტეტი დაფუძნებულია ძალიან მარტივ რამზე კვლევაზე და ძიებაზე. თუ რამე ვიცით დღეს სამყაროში, მისი აბსოლუტური უმრავლესობა აკადემიური სივრცის გარემოში არის მიგნებული. რაღაცებს რო საუბრობთ, ეხლა სცენარს რო წერთ, თუ მარკეტინგს რო ვაკეთებ და ასე შემდეგ, რაღაც თეორიები რო ვიცით, პრაქტიკის მიღმა, რომ აი გადაწყვეტილებას ესე იღებს გავლენა, ესე უნდა გავაკეთოთ მარკეტინგი, ესე კეთება, საიდან ეს ყველაფერი უდიდესი ნაწილი იმ სამეცნიერო საკვლევი ესეთი ლაბორატორიებში და მიგნებებზე დაფუძნებით, რასაც ქვია რომ მეცნიერები დგებიან და აკვირდებიან რაღაცას და უცებ რაღაც კანონზომიერებს იჭერენ და ამ კანონზომიერებს მე აზიარებენ. ანუ უნივერსიტეტის მთავარი ფუნქცია არის ცოდნის წარმოება. თუ რამე ცოდნა გვაქვს, მისი უმეტესობა არის აქ.
ამას დაეწია ეს AI და თანამედროვე ამბები, რაც ძალიან ადეკვატური და ძალიან სწორია, რომ რაღაცა უცებ პროფესიული აპდეიტისთვის, ან რაღაცა დასაფიქრებლად, ან რაღაცა გასანახლებლად ეს კურსები ძალიან ადეკვატურია და ერთ-ერთი მოწინავეა აქაც 19 წლიანი გამოცდილება გვაქვს, გავურო დაფუძნდა მეორე წელსვე სასერტიფიკატო კურსები დავაფუძნეთ, რომელიც იმ კონკრეტულ ნიშაში ოპერირებდა და მათ შორის ამას აძლიერებდა გაუს ბექგრაუნდი რა. ამიტომ მე რა თქმა უნდა პროგნოზირებ, რომ ეს დივერსიფიცირება კიდევ უფრო კარგად მოხდება, დაალაგდება და ჩვენს რა ქვია პლატფორმიდან რა თქმა უნდა 20 წლიანი გამოცდილებით საუნივერსიტეტო ცოდნასაც ვთავაზობთ ბაზარს, მით უმეტეს ახლა 3 წლიანი პროგრამები შემოდის, ანუ მთლიანად ეროვნულ დონეზე ამ კონსერვატორულმა მანქანამ გაითვალისწინა, რომ 4 წელი რაღაც კონტექსტში შეიძლება ბევრი იყოს და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გადაწყვეტილება, მათ შორის ბოლონიის პროცესი და ასე შემდეგ 3 წლიანი ბაკალავრეთი ძალიან ოკეია რა, რომელიც უფრო smart და უფრო ისეთი ხდება, იმიტომ რომ ბაზარს ახალგაზრდები გაცილებით ადრე აინტერესებს. ანუ რაღაცა მესამე კურსიდან ჩვენ მაგალითად 95%-იანი დასაქმების მაჩვენებელი ყავს განსაკუთრებით ბიზნეს სკოლაში, იმიტომ რომ იქ რაღაც განსაკუთრებული რაღაცა საქმეები გვაქვს. და სასერტიფიკატოებსაც და მოკლევადიან კურსებსაც თავისი მუღამი აქვს, მაგრამ მე მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აპდეიტი ჩემს პროფესიაში გავაკეთე ასევე ლეგენდარულ გაუს პიარ სკოლაში, რომელიც მგონი ყველასაა გავლილი ამ სფეროში რა. ასე რომ ჩვენ ვეუბნებით რომ თუ გინდა ამ მიმართულებით წახვიდი, ამ ხარისხის განათლება, ამ მასშტაბის საფუძვლიანი ღრმა თავის ყველაფრით ამ პროფესიების მიმართულებით აქ წახვალ, მე კიდე გეუბნები რომ ამ განათლებას რომ მიიღებ, მე აპდეიტები რომ დაგჭირდება, ამის მოკლევადიანი რაღაც აპეტაიზერები კი არა და რეფრეშები საღერღელი რომ აგიშალოს. საღერღელი რომ აგიშალოს. ხა, მაგალითად AI სანამ შევა დიდ აკადემიურ ამბებსა შეიძლება არ შევიდეს, ხა მოკლევადიანი მეებში რა თქმა უნდა შესულია, აი რაღაცა ბევრ აკადემიას აქვს, აი ელემენტარული რაღაცა AI საფუძვლები. AI პრაქტიკაში ძალიან ოკეი, ეხა უცებ რომ გონზე მოვედით, სანამ მე ვიწვალებ და რა ქვია, ერთ თვეს დავხარჯავ რომ უცებ დავეწიო AI ამბავს, უცებ რაღაც აკადემიებია, რომელიც ერთ კვირაში მეტყვის რომ აი პრომპტი როგორ იწერება და როგორ. მომავალში რა იქნება, დანარჩენი ნახოთ. რა სიტყვი შენ სცენარის წერა შეგვიძლია ვისწავლოთ ერთთვიანი კურსი. მე მგონია რომ ყველა ზოგადად საფუძვლებს გაიცნო. კი, საფუძვლებს ყველაფრის სწავლა შეიძლება, ამ სცენარისტობის სწავლა შეიძლება. ერთი თვე ალბათ რაღაც საფუძვლები შეიძლება ისწავლო და მე უკვე პრაქტიკა, ხო? ნუ მე კინომცოდნეობაზე ვსწავლობდი ილიაში და იქ ბექგრაუნდი მაქვს, ასე ვთქვათ. მაგრამ მაინც ხო რა, მეგარი პრაქტიკაში უფრო მე სწავლობ ხოლმე ზოგადად უშუალოდ შეხება რო გაქვს საქმესთან და ამიტომ ხო დროუნდა მაგასაც ძალიან მეცნიერული მასეხება სფეროს, მან ალბათ უფრო მეტი გამოცდილება არის ხოლმე ძირითადად მან. ძალიან მარტივია თან მეცნიერება ამბობს, რომ რაღაცა დრო კონკრეტული საათები და დახარჯო, ხო პროფესიონალიზმი როგორ ითვლება ჩვენ მოგონილი კი არა, 10,000 საათს რო რაღაცაში დახარჯავ, ღამეს რო გაგაღვიძოთ 2-4, აღარ ანუ ნეირონები ისე გადალაგდა, შარაგზები გააბარო, რაღაცები ინსტინქტურად აკეთებ, ხო, პრესკრიპს რო წერა კოფის ბევრიგის აღარ გჭირდება რაღაცებს უკვე ინსტინქტურად წერა. ამას სჭირდება რაღაც დროის დახარჯვა რა. ხო და სასერტიფიკატოები არის აი პირველი მის მომცემი უნივერსიტეტი რა არის, ხო რომ მარკეტინგი რო არ მე ცოტა სოფხედელობრივი სუდა მქონდეს, ხო ცოტა ისტორია ვისწავლე, ცოტა ეკონომიკა, ცოტა ფართო თუ და შევხედო. იმ კურსებზე უფრო ხო რაღაცა ძალიან პროფილური ამბავია ხოლმე და კონკურენტი უნარიანობის AI სამყაროში მით უმეტეს მთავარი გამოწვევა უკვე აი ეს vision ხედვა იქნება და ეს AI-ც როგორ გამოვიყენო, იმიტომ რომ მე მჭირდება უკვე AI ჩემი კონკურენტია და მე ცოტა ფართო ხედვა მჭირდება, რომ რაღაც წერტილებით ცხონებული Steve Jobs-ისა არ იყოს. რა ქვია, რაღაც წერტილები და დავინახო და იმ წერტილების შეერთება უნდა ვისწავლო. ბოლოს მე მაქვს ხოლმე ესეთი შეკითხვა ეგეთი ზოგადად არის. რა რჩევა შეიძლება მივცეთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ეხლა იწყებენ ზოგადად ამ ინდუსტრიაში მოღვაწეობას, ვისაც შეიძლება აინტერესებს სცენარისტობა, სერიალები, მარკეტინგი და ჩვენ პოდკასტს ძალიან ბევრი ახალგაზრდა უყურებს და მე ვცდილობ ხოლმე რომ ყველა პოდკასტში რაღაცა სასარგებლო რჩევა მათთვისაც ვთხოვო ჩვენ სტუმრებს და გისმენთ, აბა, გამოუშვით, დასწრეთ. ნინოს უთმობ.
ხო, მე სცენარის კუთხით ვიტყვი მაინც. ალბათ მთავარი ისაა, რომ უნდა იყვნენ თამამები, საკუთარი იდეების ხმამაღლა გაჟღერების არასდროს არ უნდა შეეშინდეთ და რაც არ უნდა სულელური ეგონოთ, აუცილებლად მაინც უნდა აუცილებელი არის კიდევ მუდმივად მუშაობა საკუთარ თავზე, მუდმივად წერა, ერთი არ დაწერა არ მოგეწონება, გადააგდებ ხელხო უნდა დაწერო და მოკლედ არასდროს არ უნდა შეწყვიტო, ასე ვთქვათ, მუშაობა იმ სფეროში და აუცილებლად მიხვალ რაღაცა იმამდე. კი, წერის ნაწილში ხელის გაწაფვა ყველაზე კი, აუცილებელია. ის არ არის რომ მუზას უნდა დაელოდო და მარტო მაშინ დაწერო, არა, სულ უნდა წერო. მე გავაგზავნებდი ნინოს ნათქვამს სითამამესთან დაკავშირებით, კი, გამბედაობა არის მთავარი 8 მილიარდიან სამყაროში. შენ აუდა კეთილაური უნდა იყო, უნდა გაბედო და სხვები რომ მიდიან მარცხნივ, უნდა იცოდე რომ მარცხნივ წასვლა ხშირ შემთხვევაში არის სიკვდილი. შემოქმედებით. უნდა გაბედო, იფიქრო განსხვავებულად და წახვიდე მარჯვნივ. ეს ძალიან რთულია განსაკუთრებით პროფესიულ გზაზეც კი. ჩვენ რომ ბევრი წელი ჩვენივე პროფესიული გამოცდილების ზეგავლენის ქვეშ ვექცევით, ძალიან რთულია რომ მთელი ცხოვრება თუ მრგვალ სივრცეს ქმნი, უცებ ოთხუთხედი ბურგერი შექმნა. მაგრამ განსხვავებულად აზროვნება სჭირდება გამბედაობა და ამ საუკუნეში ასევე ძალიან ტრენდული გახდა ეხლა საქართველოში ეს personal development-ის თემა და ვერ გავექცევი ამას, მათ შორის ამ ინდუსტრიაშიც მოვაწეობ და საკუთარ თავის მუდამ დაარეფრეშება განვითარებაზე ზრუნვა, განსაკუთრებით ემოციური ინტელექტის მიმართულებით მარკეტინგში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვისწავლოთ ჩვენი გულის საკითხვა, იმიტომ რომ მთელი რესურსები, რითაც ჩვენ ვქმნით რაღაც შემოქმედებას, რაღაც ამბავს, რაღაც პროდუქტს თუ სერვისს, თუ კომუნიკაციას მოკლედ, რომელიც უნდა მიწვდეს მომხმარებლის გულებს, მათზე გავლენა უნდა იქონიოს, შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს. ერთ-ერთი ყველაზე კაი საშუალება არც უნივერსიტეტია, არც სასერტიფიკატო კურსები თუ ტრენინგ აკადემიები, არამედ საკუთარი გულის საკითხვის უნარი, რაც ფორმეს წავეკითხავთ. მეტ რაღაცებს ამოვიღებთ იქიდან და ამას ჩავდებთ მე ჩვენ შემოქმედებაში, რაც ირეზონირებს ჩვენს აუდიტორიაზე და ყველა ბედნიერი იქნება. ძალიან დიდი მადლობა ესეთი ამომწურავი რჩევებისთვის. ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთიც იქნებოდა, იმიტომ რომ თვითონ სერიალია ეგეთი, შესაბამისად პოდკასტი ძალიან ისეთი იყო ინფორმაციული. დარწმუნებული ვარ, რომ ისიამოვნებს ჩვენი მაყურებელი და მსმენელი. დაგემშვიდობებით მეგობრებო, მადლობა ჩვენს პოდკასტში სტუმრად. დავამშვიდობებ ჩვენს მაყურებელს, შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს დროებით.